ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესტონეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა. მხარეებმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრეს. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ახალი მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა კარგად მიმდინარეობს. ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების. ჩემი სურვილია ვნახოს საქართველო და ესტონეთი, რომლებიც ერთად იმოქმედებენ, როგორც ნატოს პარტნიორები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ მოგვეცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მქონოდა ბატონ მინისტრთან გულახდილი დისკუსია საქართველოს ესტონეთის ურთიერთობაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ ძალიან მტკიცე სურვილი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ყოველთვის ვაფასებდით ესტონელი მეგობრების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მინისტრთან ერთად განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ევროკავშირს შორის. ასოცირებულ შეთანხმებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე. ამ მხრივ სწორ გზაზე ვდგავართ. დავიწყეთ ასევე სავიზო ლიბერალიზაციაზე დიალოგი.